ოდესმე გიოცნებიათ მსოფლიოს რომელიმე გლამურულ, ისტორიულ და ცნობილ ქალაქში მოგზაურობაზე? ნამდვილად ვის არ უოცნებია. ხო, წარმოიდგინეთ ისეთი ადგილი, რომლის ფოტოებსაც ან თუნდაც კინოკადრებს წლების განმავლობაში ათვალიერებდით? კი, გონებაში რომ უკვე აშენებული გაქვს მთელი სცენარი. ზუსტად, უკვე იცი, როგორ გაივლი განათებულ ქუჩებში, როგორ დაჯდები რომელიმე ცნობილ კაფეში, ხომ იცით, გგონია რომ ამ დიდი კულტურული დღესასწაულის ნაწილი გახდები. მაგრამ მერე ჩადიხარ და აი მანდ ვართ. დგება ეგ ნანატრი დღე, ჩადიხართ ამ ქალაქში და აღფრთოვანების და ეიფორიის ნაცვლად გატყდებათ სრულიად მოულოდნელი ემოცია. სიმარტოვე ალბათ. კი, თავს გრძნობთ აბსოლუტურად უცხოთ, გარიყულად და წარმოუდგენლად მარტოსულად, ფიზიკურად იქ ხართ, ხელით ეხებით ამ საუკუნოვან არქიტექტურას, მაგრამ ემოციურად თითქოს სადღაც გარეთ ხართ. ნამდვილად. თითქოს ჩაკეტილი შუშის სკარის მიღმად გახართ და იქიდან უყურებთ. დღეს ჩვენ სიღრმისეულ ძიებაში სწორედ ამ პარადოქსულ, მაგრამ ბევრისთვის ძალიან ნაცნობ განცდას გავაანალიზებთ. და თან, რაც თავარია, ძალიან უნიკალური პერსპექტივიდან. კი, საუკუნეზე მეტი ხნის წინანდელი პერსპექტივიდან. ჩვენი მთავარი წყარო დღეს არის ორი ძველი ხელით ნაწერი საარქივო დოკუმენტი. ეს ის დოკუმენტებია მელნით რომ არის შესრულებული, არა? დიახ. წარმოიდგინეთ დროისგან გაყვითლებული ფურცლები, რომლებიც 1909 წლის 2 აპრილით თარიღდება და ხელმოწერილია სახელით აკაკი. ძალიან საინტერესოა. მოკლედ, ჩვენი მისია გავშიფროთ ეს ჩანაწერები და დავინახოთ, როგორ იქცევა ერთი შეხედვით უბრალო სამოგზაურო შტაბეჭდილება კულტურული შოკის, სოციალური უთანასწორობისა და იდენტობის კრიზისის უმძიმეს ანალიზად. იცით, სანამ უშუალოდ ტექსტის შინაარსზე გადავალთ, აუცილებელია მსმენელისთვის სურათი გავაცოცხლოთ. კი ბატონო, კონტექსტი მნიშვნელოვანია. ანუ, უნდა ახსნათ, რა ხდებოდა 1909 წელს. ჩვენ საუბრობთ ევროპის ისტორიის იმ პერიოდზე, რომელსაც ფრანგები ლაბელ ეპოქს უწოდებენ. მშვენიერი ეპოხა, ხო? დიახ, მშვენიერი ეპოხა. ეს არის პირველ მსოფლიო ომამდე არსებული დრო, როდესაც ევროპული კულტურა, ტექნოლოგიური პროგრესი და ეკონომიკური ზრდა თავის აბსოლუტურ პიკზე იყო. ვაუ, წარმოვიდგინე ახლა ეგ გარემო. ხო. წარმოიდგინეთ ახლად ელექტროფიცირებული ქუჩები, პირველი მასობრივი ავტომობილები, გრანდიოზიოზი გამოფენები, ბურჟუაზიული ფუფუნება. და ამ დროს ამ გლობალური ეპიცენტრის შუაგულში ხვდება ადამიანი, რომელიც მოდის გაცილებით პატარა ტრადიციული და ეკონომიკურად შეჭირვებული გარემოდან. ანუ ეს უბრალოდ ტურისტის დღიური არ არის. ნამდვილად არა. ჩვენ უყურებთ გორის სრულიად განსხვავებული სამყაროს შეჯახების დოკუმენტურ ასახვას. მოდით პირდაპირ ტექსტში შევიდეთ, რადგან პირველივე დოკუმენტში ავტორი ყოველგვარი შესავლის გარეშე პირდაპირ გვიმხელს ადგილმდებარეობას. რას წერს? წერს პარიზი ხვიან. ის აღწერს გარემოს, სადაც მისივე სიტყვებით ყოველივე სფერი თვალსაჭრის. სიმდიდრეს უსვავს ხას. კი, და წერს, რომ ამ სიმდიდრის დათვლა ფიზიკურად შეუძლებელია. ყველაფერი ბჭვიალებს. მაგრამ აქ ვიჭედები მე პირადად. რატომ? ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ადამიანი, რომელიც ასეთ სილამაზეს ხედავს, უნდა იყოს აღფრთოვანებული, არა? წესით კი უნდა ტკბებოდეს. ხო, უნდა წერდეს არქიტექტურაზე, გემრიელ საჭმელზე, ხელოვნებაზე. ამის ნაცვლად ავტორი ვარდება სასოწარკვეთაში. ეგ არის ყველაზე საინტერესო დეტალი. მოისმინეთ, რას წერს. კინაღამ გული გამისკდა, ფიქრებს მივეცი მწარესა. ვერ ხვდები, ჩადიხარ მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქალაქში და რატომ უნდა გაგისკდეს გული დარდისგან? ერთი შეხედვით ალოგიკურია. აბსოლუტურად. რა ფსიქოლოგიური მექანიზმი ირთვება ამ დროს? ეს ერთი შეხედვით მართლაც ალოგიკურად ჟღერს, მაგრამ ფსიქოლოგიაში და სოციოლოგიაში ამას ძალიან მკაფიო ახსნა აქვს. მართლა, ანუ შესწავლილია ეს. კი, რასაც თქვენ ახლა აღწერთ, ძალიან გავს იმ ფენომენს, რომელიც მოგვიანებით 80-იან წლებში პარიზში მომუშავე ფსიქიატრებმა ოფიციალურად აღწერეს. და რა დაარქვეს? დაარქვეს პარიზის სინდრომი. ვაუ, პარიზის სინდრომი. გამიგია, იაპონელ ტურისტებს ემართებათ ხოლმეო. ზუსტად. ოღონდ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა უბრალოდ იდეალიზებული მოლოდინის მსხვერვასთან, არამედ უკიდურეს კოგნიტურ დისონანსთან. ანუ უფრო ღრმა პრობლემაა. კი.
როდესაც ადამიანი ხედავს განვითარების ასეთ მწვერვალს, მისი ტვინი ავტომატურად, გაუცნობიერებლად იწყებს შედარებას საკუთარ საწყის წერტილთან. საკუთარ სამშობლოს ადარებს. დიახ, ეს არის ეგრეთ წოდებული ფარდობითი დეპრივაციის მექანიზმი. პარიზის სილამაზე და სიმდიდრე ავტორისთვის ხდება არა ტკბობის ობიექტი. არამედ სარკე. ზუსტად. უზარმაზარი დაუნდობელი სარკე, რომელიც მას საკუთარი სამშობლოს ჩამორჩენილობას, სიღარიბესა და პრობლემებს აჩვენებს. რა მძიმეა. და რაც უფრო ნათელია ეს სარკე, მით უფრო მტკივნეულია მასში დანახული საკუთარი რეალობა. ეს სარკის მეტაფორა მართლა ყველაფერს თავის ადგილას სვამს ჩემთვის, იმიტომ რომ ავტორი ზუსტად ამას აკეთებს ტექსტში. იწყებს შედარებას. არა მარტო შედარებას, ის იწყებს საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ერის უმკაცრეს კრიტიკას. გასაგებია. აი, ტექსტში ვკითხულობთ მის ეჭვს საერთოდ ერის არსებობაზე. წერს ვითომ ხალხი ვართ, ჩვენც რაღა, ვითომ ჩვენც ვართ ნაცია. საკმაოდ მძიმე სიტყვებია. კი, და შემდეგ იყენებს საზოგადოების აღმწერისე დამამცირებელ მძიმე ეპიტეტებს, რომ წაკითხვაც კი რთულია. ფრუსტრაციის პიკია. ხო, მაგრამ იცით რაზე ვფიქრობ ახლა? რაზე? ეს ხომ ზუსტად ის მექანიზმია, რასაც დღეს სოციალური მედია გვიშვება ყოველდღიურად. ინსტაგრამის ეფექტი. აი ზუსტად, ეგრეთ წოდებული Instagram versus reality განცდა. შედიხარ Instagram-ზე, ხედავ ვიღაცის იდეალურ დასვენებას მალდივებზე. ან უნაკლო სახლს. კი, ბედნიერ ურთიერთობას. და იმის მაგივრად, რომ გაგიხარდეს, უთრებ შენი საკუთარი ცხოვრება გეჩვენება აბსოლუტურად უსარგებლოდ და მოსაწყენად. ნამდვილად ასია. სხვისი იდეალური სურათის ყურება საკუთარს გვაზიზღებს. გამოდის, რომ ეს ავტორი 1909 წელს განიცდიდა იმას, რასაც ჩვენ დღეს სმარტფონების ეკრანებთან გრძნობთ. ანალოგია სოციალურ მედიასთან საკმაოდ ზუსტად ასახავს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, თუმცა აქ მასშტაბი გაცილებით დიდია. რატომ? რადგან საქმე ეხება არა პერსონალურ, არამედ ეროვნულ იდენტობასთან. და აქვე მინდა ჩვენი მსმენელისთვის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი განმარტო. გისმენთ. ტექსტში მოყვანილი კრიტიკა საკუთარი ერის მიმართ არის უკიდურესად რადიკალური. ჩვენი როგორც ამ გადაცემის წამყვანების და მკვლევარების მიზანი აქ საერთოდ არ არის იმის გარჩევა, თუ რამდენად ობიექტური ან სამართლიანია ავტორი. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაფასებთ ამის სწორეს. ზუსტად. ჩვენ არ ვიკავებთ არც ერთ პოლიტიკურ თუ იდეოლოგიურ პოზიციას ამ ეპითეტების გამოყენებისას. ჩვენი ამოცანაა მიუკერძოებლად დავინახოთ ის ემოციური და ფსიქოლოგიური კოლაფსი, რომელმაც აიძულა ავტორი ასეთი სიტყვები დაეწერა. ანუ ეს მისი ემოციური მდგომარეობის ანარეკლია უბრალოდ. დიახ, ეს არის სასოწარკვეთი სცენა და არა პოლიტიკური ტრაქტატი. სრულიად გასაგებია და მიხარია, რომ ეს ხაზგასმით აღვნიშნეთ. ჩვენ ვაანალიზებთ ავტორის ტკივილს და არა მის პოლიტიკურ ლოზუნგებს. სწორია. მაგრამ მოდით გავყვეთ ტექსტს, რადგან საქმე კიდევ უფრო საინტერესოდ ვითარდება. ეს სასოწარკვეთა მხოლოდ სამშობლოსთან შედარებით არ მთავრდება. კიდევ რა სამჩნევს? რაც უფრო მეც აკვირდება ავტორი პარიზს, მით უფრო უქრება ილუზიები თავად ამ ქალაქსეც. ის გადადის ბრჭყიალა გარემოს სოციალური სტრუქტურის კრიტიკაზე. საინტერესოა, ანუ შიგნიდან იწყებს დანახლას. კი. ერთ სტრიქონში წერს, სული და გული რაც გინდა უხვად იშოვება ყველასა. ანუ თითქოს ყველაფერია გარშემო, სიცოცხლე, ჩქეფს. ციუხვეზე საუბრობს. ხო, მაგრამ იქვე წამის მიასეთში მოხვება, ცივი წყლის გადასხვასავით სასტიკი გაფრთხილება. რას ამბობს? ამბობს, მაგრამ სულ თავისთავდავე, სხვისგან ნუელი შველასა. ვაუ. მოიცა, ჩვენ ხომ პარიზზე ვსაუბრობთ, ქალაქზე, რომელიც კინემატოგრაფმა და ლიტერატურამ რომანტიკის და სიყვარულის სიმბოლოდ გვაქცია. მითია ეგ გარკვეულწილად. გამოდის, რომ ეს ჩანაწერი გვეუბნება, რომ ეს უზარმაზარი, ულამაზესი მექანიზმი სინამდვილეში არის უკიდურესად ეგოისტური და ცივი. ანუ, ყველაფერი არის, მაგრამ წაქცეულს ხელს არავინ მოკიდებ. სწორედ აქ მივადექით მე-20 საუკუნის დასაწყისის ყველაზე დიდ სოციოლოგიურ ძვრას და ამის უშუალო მოწმე გახდა ჩვენი ავტორი. რა ძვრას გულისხმობთ? რასაც ის აღწერს, არის კლასიკური გადასვლა ტრადიციული თემაზე დაფუძნებული საზოგადოებიდან თანამედროვე ურბანულ კაპიტალიზმში. ურბანიზაციის პრობლემა. დიახ. პატარა ტრადიციულ საზოგადოებებში, სადაც ავტორი მოდიოდა, შეიძლება არ იყო ასეთი სიმდიდრე,
მაგრამ ხალხი ეხმარებოდა ერთმანეთს. ზუსტად, არსებობდა სოციალური ქსელი, ადამიანები იცნობდნენ ერთმანეთს, არსებობდა ურთიერთდახმარების, კოლექტიური გადარჩენის, დაუწერელი კანონები. და პარიზში ეს არ დახვდა. დიდ ქალაქში პარიზში მან დაინახა სრულიად სხვა მოდელი. რატომ ხდება ასე? ხალხია ცუდი? არა, სოციოლოგები ამას სენზორულ და ემოციურ გადატვირთვას უკავშირებენ. დიდ ქალაქში ადამიანთა რაოდენობა და ინფორმაციის ნაკადი იმდენად დიდია, რომ ადამიანის ფსიქიკა უბრალოდ ვერ შეძლებს ყველას მიმართ თანაგრძნობის გამოჩენას. გასაგებია. ტვინი იცავს თავს. დიახ, გადარჩენისთვის ტვინი რთავს ეგრეთ წოდებულ დამცავ ფარს. ხალხი ხდება დისტანციური, ცივი, კონცენტრირებული მხოლოდ საკუთარ თავზე. ანუ გამოდის, რომ ეს პარიზელები რაღაც განსაკუთრებულად ბოროტები კი არ იყვნენ, არამედ ქალაქის სპეციფიკა, ურბანიზაცია აიძულებდათ ასეთები ყოფილიყვნენ. აბსოლუტურად. ეს მართლა ხსნის ყველაფერს. ავტორისთვის, რომელიც მიჩვეული იყო, რომ მეზობელი მეზობლის გასაჭირს იზიარებდა, ეს ურბანული ინდივიდუალიზმის სრული კულტურული შოკი იქნებოდა. რა თქმა უნდა. ზღვისგან ნუელი შველასა, ეს ფრაზა, ეს არის დიდი ქალაქის ცივი დაუწერელი კონსტიტუცია. ზუსტი შეფასებაა. განვითარებას და ინფრასტრუქტურას თურმე ყოველთვის მოაქვს ემპათიის დეფიციტი. ქუჩები ფართოვდება, მაგრამ ადამიანებს შორის ფსიქოლოგიური მანძილიც იზრდება. დიახ, და ეს გაუცხოება ქმნის იმ უხილავ კედელს, რომელსაც ახალმოსული პირველად ეჯახება. წარმოვიდგინე ახლა ეგ განცდა. როდესაც ირგვლივ მილიონობით ადამიანია, მაგრამ შენ არც ერთ მათგანს არ ეკუთვნი, მარტობის განცდა ასმაგდება. მით უმეტეს ასეთ ხალხმრავლობაში. ეს არის პარადოქსი. რაც უფრო ხალხმრავალია გარემო, მით უფრო იზოლირებული ხარ, თუ კი არ ხარ ამ სისტემის ნაწილი. ხო, და ეგრევე ჩნდება შემდეგი სრულიად ლოგიკური კითხვა, თუ კი ქალაქი ასეთი ცივია, თუ შენი არავის ესმის და შენთვის არავის ცაილია, მაშინ ვისთვის აშენდა ეს ყველაფერი? ეგ არის მთავარი კითხვა. ვინ არის ის იღბლიანი ადამიანი, ვინც ამ ბრჭყვიალა გარემოში თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში? რას ამბობს ავტორი მაგაზე? აი ამ კითხვაზე პასუხს უკვე მეორე ჩანაწერში ვპოულობთ. ავტორი პირდაპირ დაუნდობელი სიზუსტით გვეუბნება, თუ რა არის ამ ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი. ალბათ ფინანსებს ეხება, არა? კი. ის წერს, რომ აქ იმან უნდა იცხოვროს, ვინც ჩვეულია ლხინს და ყურადღება მიაქციეთ ამ ფრაზას, ვისაც ჯიბე აქვს ოქროსი. აი, აქ უკვე იკვეთება კლასობრივი და ეკონომიკური ბარიერის თემა. ვისაც ჯიბე აქვს ოქროსი, ძლიერი ნათქვამია. ნამდვილად. იცით, კულტურული დედაქალაქები ყოველთვის ქმნიან უნივერსალურობის ილუზიას. რას გულისხმობთ ილუზიაში? თითქოს ეს ფართო ბულვარები, თეატრები და ღია კაფეები ყველასთვისაა ხელმისაწვდომი. თუმცა, რეალურად ქალაქის სივრცითი დიზაინიც კი იმგვარადაა მოწყობილი, რომ ფილტრავს ადამიანებს მათი მსყიდველ უნარიანობის მიხედვით. ანუ, ფული თუ არ გაქვს, უბრალოდ დეკორაციაა შენთვის ეგ ყველაფერი. ზუსტად. ავტორი აცნობიერებს, რომ ეკონომიკური სტატუსის გარეშე მისი არსებობა ამ ქალაქში უბრალოდ ფიზიკური მოცემულობაა და არასრულფასოვანი ცხოვრება. ზუსტად ეგ არის. საკუთარ თავზე ხომ პირდაპირ წერს, რომ უნაყოფოდ ტყუილად წვალობს. კი. და ამ კონტექსტში, ტექსტში გვხვდება ერთი ფრაზა, რომელიც ჩემი აზრით უბნელოდ გენიალურია. რომელი ფრაზა? გენიალურია თავისი სიმარტივითა და იმ ტკივილით, რაც მასში დევს. მოკლედ, ავტორი ამ საოცნებო მხარეში ცხოვრებას მის სიკეთეებზე წვდომას ადარებს ცაში მთვარისთვის ხელის შეწვდენას. ლამაზი მეტაფორა. წერს, ვით მოლა ცაში მთვარესა. ვაუ. იცით, ეს შედარება, მოლა, რომელიც მთვარეს შესწკერის, არ არის შემთხვევითი. რატომ? დავს. ის ანათებს, ის ლამაზია, ის თითქოს შენთან ძალიან ახლოსა, მაგრამ ფიზიკურად მისი შეხება, მისი დაუფლება შეუძლებელია. აი, მინდა რომ ჩვენმა მსმენელმა ახლა ერთი წამით წარმოიდგინოს ეს ვიზუალი. წარმოიდგინეთ 1909 წლის პარიზი. დგახართ ამ უზარმაზარი განათებული სიმდიდრის შუაგულში. თქვენს ირგვლივ არის სინათლე. კი, მუსიკის ხმა გამოდის რესტორნებიდან, ხედავთ ლამაზად ჩაცმულ ადამიანებს, რომლებიც ღვინოს წრუპავენ და იცინიან. და თქვენ ხედავთ ამ ყველაფერს. შეგიძლია მიხვიდე და შეეხო კიდეც. კი, შეგიძლიათ ხელით შეეხოთ ამ შენობის კედელს, მაგრამ ეს ცხოვრება თქვენთვის ისევე მიუწვდომელია, როგორც ის მთვარეცაში. თითქოს უხილავი შუშის მიღმა ხართ. თქვენ იქ ხართ, მაგრამ თან არ ხართ. ეგ არის ყველაზე მტკივნეული.
ეს ხომ ულტიმატური იმპოსტერ სინდრომის, ანუ ეგრეთ წოდებული თვითმარქვიას სინდრომის აღწერაა. კი ასეა. იქნები, იმიტომ რომ შენი ჯიბე არ არის ოქროსი, ეს აღარ არის უბრალოდ კულტურული შოკი, ეს არის ეკონომიკური გარიყულობის უმძიმესი ფორმა. გეთანხმებით. ეკონომიკური გარიყულობა დიდ ქალაქებში მართლაც ერთ-ერთი ყველაზე შეუსწავლელი და მტკივნეული ტრავმაა. ნამდვილად. თუ ამ ფრაზის სიმძაფრეს წინა ნაწილებთან დავაკავშირებთ, მივიღებთ სრულ სურათს. რას გვეუბნება ეს სურათი? 1909 წლის ეს ჩანაწერები აშკარად აჩვენებს, რომ მსოფლიოს კულტურული ეპიცენტრები, მიუხედავად მათი განმანათლებლური იდეებისა და ლოზუნგებისა თანასწორობის შესახებ, სინამდვილეში ექსკლუზიურ კლუბებად რჩებოდა. ფასადი ლამაზია უბრალოდ. დიახ, ავტორმა დაინახა პარიზის ბრწყინვალე ფასადი, აღიარა მისი სიდიადე, მაგრამ პირისპირ შეეჯახა მის უხილავ, მაგრამ რკინასავით მყარ ბარიერებს. ფულიანი ხალხისთვისაა ეს ყველაფერი. სიმდიდრე ქმნის ილუზიას, რომ ის ყველასთვისაა ხელმისაწვდომი. ხომ შეგიძლია უბრალოდ გაიარო ამ ლამაზ ქუჩაზე, მაგრამ რეალობაში ის სასტიკად სელექციურია. ქუჩაში გავლა არ ნიშნავს, რომ ქალაქი შენ გეკუთვნის. მართლაც ასეა. გამოდის, რომ უფსკრული არამხოლოდ ავტორის, სამშობლოსა და პარიზს შორისაა, არამედ თავად ავტორსა და პარიზს შორისაც. ორმაგი გაუცხოება. მოდით შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი საუბარი, ჩვენ დავიწყეთ ეს სიღრმისეული ძიება ორი ძველი გაყვითლებული ფურცლით, რომელზეც მხოლოდ 1909 წლის თარიღი და სახელი ეწერა. კი. და რა მივიღეთ საბოლოოდ? მივიღეთ მოგზაურობის სოციალური უთანასწორობისა და ეროვნული თვითკრიტიკის ძალიან ცოცხალი, პულსირებადი და ემოციური სურათი. ძალიან ღრმა სურათი მივიღეთ. დაფიქრეთ, რატომ არის ეს საუკუნოვანი ჩანაწერები თქვენთვის, დღეს 21 საუკუნის მსმენელისთვის ასეთი მნიშვნელოვანი? რატომ? იმიტომ რომ ეს ისტორია გვასწავლის ერთ მთავარ ჭეშმარიტებას. ჩვენ არასდროს ვუყურებთ სამყაროს ობიექტურად. ჩვენი აღქმა ყოველთვის, აბსოლუტურად ყოველთვის იფილტრება ჩვენივე წარმომავლობის, ჩვენი ეკონომიკური სტატუსისა და, რაც მთავარია, ჩვენი შინაგანი ტივილების პრიზმაში. ნამდვილად ასეა. როდესაც ვუყურებთ ლამაზ ქალაქს, სინამდვილეში ჩვენ ვუყურებთ საკუთარ თავს ამ ქალაქის ფონზე. სწორედ ეგ არის სამოგზაურო შთაბეჭდილებების მთავარი პარადოქსი. ადამიანები მოგზაურობენ იმისთვის, რომ გაექცნეს საკუთარ ყოველდღიურობას. საკუთარ თავსაც, გარკვეულწილად. კი, საკუთარ თავსაც, მაგრამ როგორც ეს ჩანაწერები გვიჩვენებს, უცხო გარემო ხშირად პირიქით საკუთარ თავსთან გვაპირისპირებს, ყველაზე დაუნდობელი ულმობელი ფორმით. ვერ გაექცევი შენს თავს. ვერა. ჩვენ თან დავატარებ ჩვენს ისტორიას, ჩვენს კომპლექსებსა და ტრაუმებს, სადაც არ უნდა წავიდეთ. და სანამ დაგემშვიდობებით, მინდა დაგიტოვოთ ერთი ახალი დამაფიქრებელი კითხვა, რომელზეც შეგიძლიათ თავად იფიქროთ. ძალიან საინტერესო იქნება. ეს კითხვა დღევანდელ განხილულ მასალაზე ფუძნება, მაგრამ მოდით გადმოვიტანოთ ის პირდაპირ ჩვენს თანამედროვეობაში. აბა ვნახოთ. თუ კი 1909 წელს ერთ-ერთი ყველაზე მოაზროვნე ადამიანი ასე გარიყულად, ასე მარტოსულად გრძნობდა თავს მსოფლიოს კულტურულ ეპიცენტრში, სწორედ ეკონომიკური და სოციალური ბარიერების გამო, დაფიქრდით, დღევანდელი ჩვენი გლობალური ტურიზმი და თანამედროვე ურბანული დიზაინი ხომ არ არის ზუსტად იგივე პრინციპზე აგებული? ძალიან კარგი კითხვაა. დააკვირდით თანამედროვე მეგაპოლისებს. ხომ არ ვქმნით დღესაც ისეთ ქალაქებს, რომლებიც ულამაზესია სანახავად, იდეალურია სოციალურ ქსელებში ფოტოების ასატვირთვად, მაგრამ სადაც ადამიანების უმეტესობა ამ სიმდიდრეს და ბრწყინვალებას მაინც მხოლოდ შორიდან, ჩაკეტილი მინის მიღმა უყურებს. კი, როგორც ფანჯრიდან. ხომ არ ვართ დღესაც უმეტესობა ჩვენგანი იმ molasavit, რომელიც ცაში მიუწვდომელ მთვარეშეს ცქერის? იფიქრეთ ამაზე. შემდეგ ჯერზე, როდესაც რომელიმე დიდ უცხო ქალაქში აღმოჩნდებით. დიდ მადლობას გიხდით ყურადღებისთვის, შევხვდებით მომდევნო სიღრმისეულ ძიებაში.